მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ გქონდა ანგარიშების ნაკადი და უსასრულო კომენტარები ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმზე. არავის უნახავს ეს დოკუმენტი, მაგრამ ყველა მიცოდა წინასწარ, რომ ბიბლიური მასშტაბის კატასტროფისკენ მივდიოდით. ძველი აღთქმის ნამდვილი ღვთის რისხვის მსგავსი ამბებია. ცეცხლი და გოგირდი ციდან ჩამოდის, მდინარეები და ზღვები ადუღდება. 40 წელი სიბნელე, მიწისძვრები, ვულკანები, მკვდრები საფლავებიდან ამოდიან, ადამიანთა მსხვერპლ შეწირვა, ძაღლები და კატები ერთად ცხოვრობენ, მასობრივი ისტერია. ხო, ეს ყველაფერი დაუვიწყარ კინოსცენას ქნისმის. ტრამპასტერებს ძალიან ერთობოდათ. ისრაელში მზარდი შეშფოთება იყო იმის გამო, რომ ტრამპი უკან იხევდა თავისი ბოლო წლის განმავლობაში გაკეთებული ყველა განცხადებიდან. ტრამპი შოკოლადის ხუთი ვითაა, არასდროს იცი რას მიიღებ. და შემდეგ დოკუმენტი საბოლოოდ გამოქვეყნდა და ხუთშაბათს ხელმოწერილიც იქნა. ვოლოდინები რეალობას შეეჯახა. ანუ პროგნოზები არასწორი იყო. შეიძლება ბიბლიური მასშტაბები ცოტა გადაჯარბებულია, მაგრამ ისინი არ ცდებოდნენ. ან იქნებ ცდებოდნენ. ეს ყველაფერს ერთად განვიხილავთ და ერთად გადავწყვეტ. სხვათა შორის მიმდინარე მოვლენებს ბიბლიური ანალოგიაც აქვს, რაზეც ამ ეპიზოდის ბოლოს ვისაუბრებ. მოკლედ, 4 შაბათიდან 5 შაბათზე გადასვლის ღამეს მედია სივრცე მთლიანად შეიცვალა. მოსაზრებების თამაში ოფიციალურად დასრულდა. სანამ ექსპერტები სოციალურ მედიაში სრული კატასტროფის ან სრული მშვიდობის პროგნოზირებით იყვნენ დაკავებული, ურთიერთგაგების მეს მემორანდუმი გამოქვეყნდა და შემდეგ ხელიც მოეწერა ერთი დრით ადრე, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო. დონალდ ტრამპმა ოფიციალურ 14 პუნქტიან დოკუმენტს ხელი მოაწერა ონლაინ ვერსალის სასახლეში, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს და ეს შეიძლება უკვე ცუდი ნიშანი იყოს. მაშინ როცა ირანის პრეზიდენტმა მასაუდ პეზეშკიანმა მას ხელი თეირანში მოაწერა. ასე რომ გამოცანების თამაში დასრულდა. ეხლა ახლო აღმოსავლეთში 60 დღიანი წამზომი ჩაივთო. მთავარი პუნქტები შეთანხმების შემდეგია. პირველ რიგში ბრძოლა დაუყოვნებლივ ხდება ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში მიმდინარე ომიც. მეორე, შეერთებული შტატების საზღვაო ბლოკადა 30 დღეში იხსნება, ხოლო ირანი ვალდებულია სრულად გახსნას ჰორმუზის სრუტე, უზრუნველყოს უსაფრთხო და გადასახადის გარეშე გადაზიდვები. მესამე, ირანმა წერილობით დათანხმდა, რომ არასოდეს განავითარებს ან შეიძენს ბირთვულ იარაღს და მათ უნდა განაზავონ მაღალგამდიდრებული ურანი გაეროს ზედამხედველობით. ნიშნულოვანი ასპექტია ის, რომ ყველა შეთანხმება ფინანსურ ბერკეტზეა მიბმული. შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ აძლევს ირანს გამონაკლისის უფლებას, რათა მათ კვლავ დაიწყონ ნავთობის გაყიდვა. მაგრამ ისინი სრულ სანქციების მოხსნას ვერ იღებენ. ეს საკითხი ჯერ კიდევ ძევლად რჩება. ტექსტში პირდაპირ წერია, რომ სანქციების მუდმივი მოხსნა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ირანი მომდევნო 60 დღე განმავლობაში დაასრულებს ბირთვულ შეთანხმებებს. მაგრამ ასევე არსებობს დამატებითი 60 დღიანი გახანგრძლივების შესაძლებლობაც. რაც შეეხება ირანის რეკონსტრუქციისთვის განკუთვნილ $300 მილიარდიან ფონდს, დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მასში 1 ცენტსაც არ გადაიხდის. ფული კი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან და გაყინული აქტივებიდან მოვა. რას ნიშნავს ეს ყველაფერი სინამდვილეში? ზოგი ამას მშვიდობის ისტორიულ განთიაც უწოდებს. და თუ სათაურებს გადავწდებით, მთავარი ფიგურები თავად, ხო? ისინი არ იღიმიან. ირანის პარლამენტის სპიკერმა უკვე განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ვერ ენდობიან და იქ ირანელების თითი კვლავ სასახლეზე. და ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რომ თუ ირანი ამ 60 დღიან პერიოდში ერთ პირობას მაინც დაარღვევს, ის მათ სასტიკად დაბომბავს. სწორედ ესეთი სიტყვების მოსმენა გვინდა. სხვადასხვა ფილმისგან, ან მედიისგან, ან მედიის ანგარიშებისგან განსხვავებით, რეალურ ცხოვრებაში არსებობს რაღაც, რასაც ფაქტები ქვია. ზედაპირზე. და ომის დაწყებიდან მოყოლებული რიტორიკასთან შედარებით, ეს კარგად არ გამოიყურება. ისრაელი აშკარად უკმაყოფილოა არსებული ვითარებით. ისრაელის მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ის არ არის ხელმომწერი და არ აიღებს ვალდებულებას ამ პირობებზე, სანამ ჰეზბოლა აგრძელებს მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას. ყველაზე მარტივი ამ ეტაპზე იქნებოდა დეპრესიული და პესიმისტური შეფასებების გავრცელება, რომელთა ნაწილი მიზანმიმართულად ხდება, რათა გამოიწვიოს განხეთქილება და დაძაბულობა კონსერვატორებს შორის შეერთებულ შტატებში. ასევე შეიტანოს განხეთქილება შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და ისრაელს შორის. სხვათა შორის ეს შემთხვევით არ მომხდარა, რომ მეგინ კელიმ უბრალოდ გადაწყვიტა გამჩვეწვია ვეცია ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ისრაელი ჟურნალისტის ინონ მანგალის განცხადებებით, რომელსაც ის ნეთანიაჰუს პროპაგანდისტად მოიხსენიებს. სრული აბსურდია. მანამდე მასზე არასდროს სმენოდა. ეს ინფორმაცია მას მიაწოდა ისრაელელმა მემარცხენე ჟურნალისტმა, რადგან მხოლოდ ისინი ითხოვდნენ მსგავს რამეს, რადგან მათ აქვთ ინტერესი გამოიწვიონ დაპირისპირება და დაასუსტონ ნეთანიაჰუ. ადვილია რეპორტაჟის გაკეთება ან კომენტარის გაკეთება იქ, სადაც არავინ გეკითხება პასუხს. ნულოვანი ძალისხმევაა საჭირო ეკრანს შეხედო და სრული კატასტროფა იწინასწარმეტყველო.
არაერთხელ აღვნიშნე ჩემს პოდკასტში, რომ ჩვენ დასავლეთში დაპროგრამებულები ვართ მყისიერი დაკმაყოფილებისკენ. ამიტომ თანამედროვე საზოგადოებას ნულოვანი მოთმინება აქვს სტრატეგიული ნაბიჯების მიმართ, რომლებსაც დრო სჭირდებათ შედეგის მისაღებად. ბევრი ადამიანი უკიდურეს იმედგაცრუებას გამოხატავს და სხვებსაც უჩნდებათ შეგრძნება, თითქოს ტრამპმა რაღაცით გაგვყიდა. მე მირჩევნია ამ სახიფათო გზას არ დავადგე. არ ვიცი სწორია თუ არა ეს მემორანდუმი და ნამდვილად უარს ვამბობ, რომ იმ ადამიანებს შეუერთდე, რომლებიც იაფასიან და დაუმსახურებელ პესიმიზმში ტივტივებენ. მაშ, მემორანდუმი კარგია თუ ცუდი? ცეცხლის შეწყვეტა კარგია? როგორც თქვი, არ ვიცი. მე კი ვიცი, რომ ძალიან მინდოდა აიათოლები მუხლებზე დაეყენებინათ, ან კიდევ უკეთესი, სიკვდილის სარეცელზე ენახათ, რომ მათი ტანჯვა მენახა და არა ირანის ხალხის. კმა ყოფილი ვარ ყველაფრით, რასაც ტრამპი ამბობს, რა თქმა უნდა არის. რაც მან ამ კვირაში საფრანგეთში თქვა ისრაელსა და ლიბანზე და როგორ ფიქრობს, რომ ISIS-ის ტერორისტი ლიდერი, რომელიც ახლა სირიის სათავეშია, უკეთესად გაუმკლავდებოდა სიტუაციას, ეს საზიზრობაა. ეხლა მე არ ვარ კმაყოფილი იმით, როგორც ისრაელმა მოიელმა მოიქცა ლიბანთან და ჰეზბოლასთან მიმართებაში. მათ ეს საქმე უფრო სწრაფად უნდა გაეკეთებინათ. ეს უბრალოდ უსასრულოდ გრძელდება. და როცა ეს ხდება, ეს ცუდად აჩვენებს მთავარ საკითხს და ეს საკითხი ირანს ეხება. გეტყვით, რასაც ვფიქრობ. ისრაელი ჰეზბოლას წინააღმდეგ ძალიან დიდხანს იბრძვის და ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. და არ არის საჭირო ყოველჯერზე დაანგრიო საცხოვრებელი სახლი, როცა ვინმეს ეძებ, რადგან იმ სახლებში ბევრი ხალხია და გარწმუნებთ, ყველა ჰეზბოლა არ არის. მე ისრაელს ვუჩიე, რომ სირიას მიანდოს ჰეზბოლას საკითხი. რადგან გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ ისინი ამას უკეთ გაართმევდნენ თავს. მართლა ვფიქრობ, რომ ამ და სხვა განცხადებების საფუძველზე, რაც მან ბოლო წლის განმავლობაში ისრაელზე თქვა, ის ან მის გარშემო მყოფი ადამიანები ზედმეტად ბევრ ჰაარეცის ან New York Times-ის მასალას ეცნობიან. და ეს საერთოდ არ არის კარგი. მაგრამ კიდე ძალიან ბევრი სხვა ფაქტორია გასათვალისწინებელი. ხოლო დრო გვიჩვენებს, ნამდვილად გარდამტეხი იქნება თუ არა ეს წარსულთან შედარებით. ამიტომ ამ ეტაპზე საუკეთესოა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიოთ და დავაკვირდეთ, რა დევს რეალურად მაგიდაზე. არსებობს შეთანხმება 60 დღიან შეფასების პერიოდზე, ეს ფაქტია. თუ ყველა რიტორიკას მოვაშორებთ, ამ ეტაპზე სიტუაცია არის განზრახ მცდელობა, აიძულონ ირანის რეჟიმი დაამტკიცოს თავისი ნამდვილი განზრახვები. ეს მათ აძლევს შესაძლებლობას მოაგვარონ კონფლიქტი, მაგრამ ამას აკეთებს მკაცრი, შეუვალი, წითელი ხაზების დაწესებით, რომელთა შესრულებაც მათ 60 დღეში ევალებათ. ეს არის ზუსტად იმავე გეგმის ნაწილი, რომელსაც ვხედავ მთელი რეგიონის მასშტაბით, მას შემდეგ რაც ჰამასმა დაასწრო ირანის გეგმას ისრაელის განადგურების შესახებ 7 ოქტომბრის თავდასხმით. მოდით შევხედოთ ღაზას, სადაც საერთაშორისო კომიტეტი იქნა მოწვეული, რათა გადაებარებინა მართვა და დაეწყო აღდგენა, მაგრამ ერთი შეუვალი პირობით. ჰამას სრულად უნდა დაეშვა იარაღი. შემდეგ იყო შეთანხმება ირანის პროქსისთან ლიბანში, ჰეზბოლასთან, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითხოვდა, რომ ჰეზბოლა დარჩენილიყო ლიტანიის მდინარის ჩრდილოეთით და შეეწყვიტა სროლა ისრაელის მიმართულებით. მაგრამ როგორც ისტორიამ გვასწავლა, ქაღალდს ნიშნულობა არ აქვს. ნიშნულობა აქვს იმას, როგორ სრულდება შეთანხმება. და ათწლეულების განმავლობაში დასავლეთი აძლევდა ტერორისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც თავს სახელმწიფო სტრუქტურებად ასაღებდნენ, საშუალებას სრულად გაესულელებინათ საერთაშორისო შეთანხმებები და არასდროს ყოფილიყვნენ პასუხისგებაში მიცემულნი. ოსლოს შეთანხმებები მთავარი მაგალითი იყო. გაეროს რეზოლუციები, რომლებმაც ლიბანში უნიფილი შექმნეს, უბრალოდ ხუმრობა იყო. ირანზე ადრე დაწესებული ბირთვული შეზღუდვები არაერთხელ დაირღვა, მაშინ როცა საერთაშორისო საზოგადოება შეგნებულად უგულებელ ყოფდა, ან იღებდა ამ დარღვევებს, მხოლოდ იმისთვის, რომ მთელი შეთანხმება შეენარჩუნებინა. თეირანი მოქმედებს განსაზღვრული სცენარით, ისინი გამოცდიან ჩვენს სიმტკიცეს, ზუსტად ნახავენ რისი გაკეთებაც დაუსჯელად შეუძლიათ. აქ უნდა იყოს ჩვენი ყურადღების ცენტრი. ამიტომ ნამდვილი ამბავი არც ის ისტერიული სათაურებია და არც კომენტატორების ეჭვიანი შეფასებები. რაც ახლა ნამდვილად მნიშვნელოვანია, ეს არის როგორ აღსრულდება ეს მემორანდუმი, რამდენად მკაცრად დაეკისრება რეჟიმს თავისი ვალდებულებები და ზუსტად როგორ უპასუხებს შეერთებული შტატები იმ პირველივე შემთხვევაში, როცა ირანი დაარღვევს და ისინი დაარღვევენ წითელ ხაზს. ამ საკითხში ვხედავთ, რომ ტრამპმა ორივე შემთხვევაში, როგორც ღაზის, ასევე ლიბანის შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა ისრაელს. და რადგან ისრაელი აღარ აიტანს და აღარ მიიღებს დარღვევებს, შეერთებული შტატები ყოველთვის მხარს ვიჭერდა. ეხლა თქვენ შორის არიან ისეთები, ვინც მიუთითებს, რომ ტრამპმა გამოხატა უკმაყოფილებება, ან გაბრაზება, ან რაც არ უნდა ეთქვა მედიას, ასე თქვა. დიახ, მან დაადასტურა ზოგიერთი ეს განცხადება და ჰქონდა რამდენიმე უჩვეულო კომენტარი, როგორც პარიზში ვახსენე. ისრაელში არიან ისეთები, ვინც მიუთითებს, რომ მან უხეშად მოექცა ნეთანიაჰუს და მისი კომენტარები ნეთანიაჰუს მიმართ შეურაცხყოფელი იყო. მაგრამ მერე რა?
ვის აინტერესებს რას ამბობს ის? მთავარი ისაა, რას აკეთებს. ჩვენ შემთხვევაში მან ისრაელი არ შეაჩერა. ბაიდენმა განაცხადა, რომ ომის პირველ თვეში მხარს გვიჭერდა მკვლელი გენოციდური ჰამასის წინააღმდეგ. მაგრამ შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ მისი ადმინისტრაცია უარს ამბობდა ისრაელისთვის იმ იარაღის გადაცემაზე, რომელიც არა მხოლოდ ომისთვის, არამედ მტრის დასამარცხებლად იყო საჭირო და ერთ შემთხვევაში იმ იარაღის მიწოდებაც კი დაბლოკა, რომლისთვისაც უკვე გადავიხადეთ. გაერომ დაფირდა, რომ შეაკავებდა ჰეზბოლას ლიბანში და აღკვეთდა მათ ყოფნას სამხრეთში ისრაელის საზღვართან, ისრაელის გასვლის სანაცვლოდ რეზოლუცია 1701-ის ფარგლებში. ესე თქვეს. რეალურად ჰეზბოლამ ააშენა მიწისქვეშა ციხესიმაგრეები ამ ტერიტორიაზე იუნიფილის მეთვალყურეობის ქვეშ და მუდმივად ისროდა რაკეტებს ისრაელის სამოქალაქო ობიექტებზე გაეროს პოზიციების გვერდით. ევროკავშირი ოსლოს შეთანხმებების გარანტორია. ის ვალდებულია უზრუნველყოს, რომ PLO-მ არ დაარღვიოს შეთანხმების პირობები. რეალურად ისინი მუდმივად არა მხოლოდ აძლევენ უფლებას პალესტინის ადმინისტრაციას, არამედ აქტიურად უწყობენ ხელს არაბული ქალაქებისა და სოფლების გაფართოებას იმ ტერიტორიებზე, რომლებიც შეთანხმების მიხედვით ისრაელს უნდა ეკუთვნოდეს. საუბარი რომ არ იყოს იმაზე, რომ ისინი აღიარებენ არაბულ სახელმწიფოს მანამდე, სანამ შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს სრულად შეასრულებდნენ. და ნუ დამაწყებინებ საუბარს გაეროსთან დაკავშირებულ ორგანიზაციებზე, როგორიცაა UNRWA, რომელიც შეიქმნა 48 წლის ომის არაბილ ტოლვილების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და მათი განათლების ხელშესაწყობად. მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ისინი ძალადობას ახალისებენ და დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მათი სულ მცირე 100 წევრი მონაწილეობდა 7 ოქტომბერს ღაზელების მიერ ჩადენილ სისასტიკეში. ისინი ამბობენ და აცხადებენ ერთ რამეს აშკარად, მაგრამ შემდეგ ზუსტად საპირისპიროს აკეთებენ. ტრამპი ითქვის იმას, რაც უნდა თქვას, ხოლო ჩვენ ისრაელში გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. ასე რომ თავი დამანებეთ იმაზე, რას ამბობს ან არ ამბობს ტრამპი. იმდენი ადამიანის, განსაკუთრებით მედიის ფარისევლობა უბრალოდ შოკის მონგრელია. ისინი, ვინც ტრამპს ყოველ ნაბიჯზე, ყველა სოციალურ ქსელში და მის მიერ ნათქვამი ყოველი სიტყვის გამო აკრიტიკებენ და ლანძღავენ, სტატლებს და ვალდორფს გვანან. იცი, იმ ორ ბუზღუნა კრიტიკოს მაპეტების შოუდან, რომლებიც აივნიდან მუდამ წუწუნებენ, ზედმეტად ნეგატიური აზრები აქვს და მუდმივად სხვებს აწუხებენ. ან აკეთებენ ესეთ შესაბამის კომენტარებს. ციტირებას ვიწყებ. პესიმისტი ვარ? არა. სინამდვილეში ოპტიმისტი ვარ. ოპტიმისტურად მჯერა, რომ ყველაფერი უარესდება. დაახლოებით ასე ჟღერს მედიის რეპორტაჟები დღეს. მე მივჩევნია 100 დონალდ ტრამპი მართავდეს შეერთებულ შტატებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ცივილიზაციის მთრებს ვერ ბრძვით, როგორც ახლა, და არც ერთი იმ უსუსური ადამიანიდან, ვინც ობამას დროიდან მოყოლებული ხელისუფლებაში იყო. მე მივჩევნია ეპიკური ღამე მქონდეს, როცა ამერიკელები UFC 250-ის თეთრი სახლის ეზოში ზეიმობენ და მსოფლიოს საუკეთესო საჰაერო ძალების გადაფრენას უყურებენ, ვიდრე ვხედავდე ამ სურათს, სადაც აშშ-ს სამხედროები ავღანეთიდან გარბიან და ამერიკელ ჯარისკაცებსა და მოკავშირეებს ტოვებენ. რა თქმა უნდა, მედია და მემარცხენე ფარისევლები ამ ღონისძიებაზე ჩივიან. არსებობს ტყუილები, საშინელი ტყუილები და შემდეგ არიან მემარცხენეები. მათ არასდროს ჰქონიათ პრობლემა ამასთან, როცა ეს თეთრი სახლის ეზოში ხდებოდა და წარმოაჩენდნენ სუსტ, გარკვნილ და დაბნეულ ამერიკის შეერთებულ შტატებს. საოცარი არ არის, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ ასე ისაუბრა ირანში არსებულ სიტუაციაზე. უკან მოხედვისას ეს გვახსენებს, რომ ბევრი რთული საგარეო პოლიტიკის პრობლემის შემთხვევაში ის აზრი თითქოს შეგვიძლია უბრალოდ ძალადობით ან დაბომბით მივახციოთ გადაწყვეტილებებს. ხშირად შეიძლება მიმზიდველად ჩანდეს, მაგრამ რეალურად დროის დათმობა დიპლომატიისთვის და ყველა შესაძლებლობის ამოწურვა ისეთი შეთანხმებების მოსაძებნად, რომლებიც შეიძლება პრობლემის 100%-ს არ წყვეტდეს, მაგრამ წყვეტს 80-90%-ს. მაშინ, როცა ომში წასვლის აუცილებლობას არიდებ თავს, იფიქრებდი, რომ ეს გაკვეთილი უკვე უნდა გვესწავლა, მაგრამ როგორც ჩანს, დრო და დრო ისევ თავიდან გვიწევს მისი სწავლა. ზუსტად ეს დამარცხებულის, წაგებულის დამოკიდებულებაა, რომელმაც შეერთებული შტატები იმ დროს დააზარალა, როცა ის პრეზიდენტი იყო. ლიბიაში საელჩო აიღეს და ელჩი ავადმყოფი ისლამისტი მკვლელების ბრბომ დაათხოვა, რომლებმაც მასზე ჯგუფურად იძალადეს და მისი სხეული ტრიპოლის ქუჩებში გაათრიეს. ამიხსენი ეს მოვლენა. ისრაელმაც ჩაგითრია მაგაში? დოკუმენტს ჯერ კიდევ არ მოუწერია ხელი და უკვე სამშაბათს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი breakthroughs-ზე საუბრობდა და გეგმავდა, როგორ ეშოვა სარგებელი ირანის ამ რეჟიმიდან. ნავთობის ფასები უკვე იკლებს, ასე რომ მის აღტაცებას ვიგებ. ისევე როგორც პანიკებისა და ტუპეების ფასები.
როგორც ჩანს, ირანის ძირითადი შემოსავლის წყარო ნავთობიდან თმის პროდუქტებზე გადავიდა. იმ ადამიანების თმაზე, რომლებიც რეჟიმის მოწინააღმდეგეებად იყვნენ აღსრულებულნი, იმ ადამიანებზე, ვისაც აღარავინ ლაპარაკობს. შემთთვის პრობლემა ნაკლებად ტრამპია და უფრო ევროპაში მყოფი უსუსურები, როგორიცაა სტარმერი. შვიდობის გარღვევაო, დამასვენეთ რა. ისინი სწრაფად ბოიკოტს უცხადებენ იუდეასა და სამარიაში მცხოვრებ და მოქმედ ისრაელელებს, მაგრამ მკვლელი, სასტიკი აიათოლები მისაღებია. ისინი, ვინც იმ ადამიანების თვალს, რომლებიც თვითონვე ახლახან მოკლეს, ექსპორტზე აგზავნიან. როგორც ფრანგები, რომლებიც პარიზში გამართულ გამოფენაზე ისრაელის იარაღს ბლოკავენ, მაგრამ შარშან საფრანგეთში დიდი პატივით მასპინძლობდნენ სირიის მკვლელ ISIS-ის ლიდერს. ჩვენ საქმე გვაქვს ფარისევალ და ჯგუფთან, ერებთან, რომლებიც მზად არიან მუხლი მოიყარონ და მოეფერონ მკვლელ მოღალატე ისლამისტურ რელიგიურ ფანატიკურ რეჟიმებსა და ჯგუფებს. ისინი ბედნიერად დახუჭავენ თვალს, გააფორმებენ შეთანხმებებს და გააკეთებენ სახეს, თითქოს ეს მოქმედი პირები ლეგიტიმური პარტნიორები იყვნენ. მაგრამ იმ წამსვე, როცა ებრაული სახელმწიფო წამოიწევს, რათა გაანადგუროს პირდაპირ საფრთხე თავის მოქალაქეებზე, ისინი დაიწყებენ მორალის ქადაგებას ებრაელებზე. თუნდაც მაშინ, როცა ჩვენი მტრები ადიდებენ თავიანთ სისასტიკეს და აშკარად აცხადებენ, რა გენოციდური განზრახვები აქვთ ჩვენ მიმართ და აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა გენოციდური განზრახვები აქვთ თქვენ მიმართ. ასე რომ გასაკვირი არ არის, რომ იგივე მოდელი დასავლეთშიაც მეორდება. ყავთ ეს სრულიად გაუთვითცნობიერებელი იდიოტები, რომლებიც ავადმყოფი მასების რიგებში ერთიანდებიან და სასოწარკვეთილად ცდილობენ მსოფლიოს დაუნტკიცონ, რომ ისინი მოდურ ნარატივს ბრმად მიყვებიან. მსახიობმა ჰელენ მირენმა ისრაელზე ისაუბრა ამ კვირაში, მას შემდეგ რაც ინტერნეტში გავრცელებული სიტყვიერი თავდასხმის დროს მას ბოროტი სიონისტი ძუკნა უწოდეს. არა, მან ისრაელის დასაცავად კი არ ისაუბრა, არამედ იმისთვის, რომ საკუთარი ტყავი გადაერჩინა მოძულეებისგან. მან ციტირებას ვახდენ თქვა ეს: ბოროტი ძალები ყველგან იწევს, თუნდაც ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ისრაელი. როგორ შეგიძლიათ გაიმეოროთ ის, რაც თქვენ როგორც ხალხს გადიკეთეს სხვა ხალხის მიმართ, თქვა მან. და მან დაამატა. შესაბამისად, ისრაელის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო, თუმცა შეიძლება ეს სრულიად არასწორი გზით, არასწორ ადგილას გაკეთდა. სად გინდათ, რომ ჩვენი ქვეყანა გქონდეს შენ სულელო? არ ვიცი, მაგრამ რაღაც უნდა მომხდარიყო ამ საშინელების შემდეგ, ამბობს ის. საზიზღარი და საძაგელი შედარებაა. ვინ არიან ის ადამიანები, ვიზეც ის ლაპარაკობს? ისინი ჩვენი შვილები არიან, შენ კი მშიშარა და საზიზღარი, საძაგელი ბრიტანელი ხარ. მისთვის უფიქრობ სპეციალურ ჯილდოს შევქმნი, რომელიც ამიერიდან გაიცემა. GF საკუთარ თავს ჯილდო, უგემოვნო, მშიშარა და იდიოტური ისრაელთან დაკავშირებული განცხადებებისთვის. და შეუძლია ეს ჯილდო სხვა უაზრო ჯილდოებსაც მიუმატოს, რაც კი მიუღია. კარგი, მოდი დავშვიდეთ. და როცა დრემონდოვ გადაცემას ვასრულებთ, მინდა კიდევ ერთხელ გადავხედო ერთ ამბავს წმინდა წერილიდან, ბიბლიიდან. და ამჯერად ეს არის ამბავი ლიდერობის აბსოლუტურ ტვირთზე და არასრული გამარჯვების მძიმე ფასზე. ვგულისხმობ ისრაელის პირველ მეფეს, მეფე შაულს, მეფე საულს. როდესაც შაული ხელისუფლებაში მოვიდა, მან ტახტზე თავისი ხალხის სრული ერთგულება და სიყვარული წამოიღო. ის ფიზიკურად შთამბეჭდავი, ძლიერი და ძალიან მიზანდასახული იყო. შაული იყო ის ლიდერი, რომელსაც ერი ითხოვდა. მას დაეკისრა ერთი უნიშნელოვანესი მისია. დაეცვა ისრაელის ერი და სრულად გაენადგურებინა მისი ყველაზე დაუნდობელი ეგზისტენციალური მტერი, ამალეკელები. ღვთიური მითითებები, რომლებიც შაულს წინასწარმეტყველო სამუელის მეშვეობით მიეცა, აბსოლუტური იყო. ეს არ იყო მანდატი დიპლომატიური პაუზისთვის ან ლოკალური ცეცხლის შეწყვეტისთვის. ეს იყო ბრძანება მტრის სრული საბოლოო განადგურებისთვის. შაულს ღმერთმა უბრძანა, რომ აბსოლუტურად არაფერი და არავინ დაენდო. შაული წავიდა, იბრძოლა და დიდი სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. ზედაპირული დამკვირვებლისთვის ეს სრული გამარჯვება ჩანდა. მაგრამ შაულმა გადაწყვიტა გაეკეთებინა გამოთვლა. მან გადაწყვიტა, რომ მისიის 90% საკმარისად კარგი იყო. შაულმა დაინდო აგაგი, ამალეკელთა მეფე, მტრის საუკეთესო ქონებასა და პირუტყვთან ერთად. მან დასრულების ნაცვლად კომპრომისი აირჩია. მან მტრის ლიდერი ცოცხალი დატოვა, ფიქრობდა, რომ შემდგომ შედეგებს თავისი პირობებით გააკონტროლებდა. როცა წინასწარმეტყველი სამუელი მას დაუპირისპირდა, შაულმა პრობლემა ვერ დაინახა. მან ამაყად განაცხადა: მისია შევასრულე. ეხლა, როგორც ყველა დიდ ლიდერს, მასაც ჰქონდა თავისი ნაკლოვანებები. ლიდერები ხომ ბოლოს და ბოლოს ადამიანები არიან. პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ეს ნაკლოვანებები გაბიძგებს, რომ ვერ შეასრულო ღვთიური მითითება. და ეგზისტენციალური გადარჩენის სფეროში ნაწილობრივი მორჩილება სრული ურჩობაა.
როცა შაულმა საფრთხე სულად არ აღმოფხრა, მაშინ როცა ამის შანსი ჰქონდა და აირჩია, რომ არ შეესრულებინა მისია, რომელიც ღმერთმა დააკისრა, მან დაკარგა მმართველობის ლეგიტიმურობა. გვირგვინი მაშინვე და იმავე ადგილას ჩამოერთვა მის საგვარეულოს. რაც კიდევ უფრო უარესია, ისტორია შემდეგ გვავიჩვენებს ამ დაუნთავრებელი გამარჯვების ნამდვილ ტრაგედიას. საუკუნეების შემდეგ სწორედ იმ გადარჩენილი მეფე აგადის პირდაპირი შთამომავალი, ჰამანი სახელად კაცი, აღდგა და ებრაელი ხალხის სრული გენოციდის სცადა, ამჯერად სპარსეთში. ის საფრთხე, რომელიც საულის თაობაში ცოცხალი დარჩა, შემდეგი თაობისთვის განადგურების ძრავად იქცა. ისტორია ნახევარ ზომებს არ იტანს. ის გვასწავლის, რომ როცა საქმე გაქვს ბოროტებასთან, სასტიკ და მკვლეო მტერთან, ნებისმიერი გამარჯვება, რომელიც სრულყოფილი არ არის, უბრალოდ მოწვევაა შენი შთამომავლებისთვის, რომ ხვალ ზუსტად იგივე ომი იბრძოლა. დაგტოვებთ, რომ თავად გააკეთოთ დასკვნები ამაზე. დაფიქრდით ამაზე, როცა შაბათ-კვირას შეხვდებით. მე ვარ დანიელ სიმანი. მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. შემომიერთდით კვლავ შემდეგ ჯერზე გადაცემაში Straight Happy, JNS TV სტუდიებიდან იერუსალიმში, რომელიც არის ებრაელი ხალხის შიდა დედაქალაქი ისრაელში.